რა მოხდა 2008 წელს, როდესაც თქვენ შოთაშანიძე და ირაკლი გოგიტიძე იმყოფებოდით სოფელ სიუნში, აი რა მოვლენები გამითარდა, რომ მიყვება შემდგომში ამ მოვლენებს შესაბამისად, რა თქმა უნდა, აღსახალ გამოკითხვის ოქროში. იქ ჩავედით სიუნში, სიუნში არში გამოვედით საღამოს. შოთიკო იყო გოგოსთან ერთად რა ლაპარაკობდა და ჩვენი ყავით იქით მე და ირაკლი სტადიონზე. შოთიკოსთან მივიდა სამი ბიჭი და ფული თხოვეს იმ გოგოს მისთან ერთად შოთიკო იყო. და იმათ ამ შოთიკომ თვითონ ამai 2 ლარი ამოიღო და მისცა. და იმათ ფული დაინახეს იმაში და საფულეში. ხო. და დავიდნენ და მოვიდნენ 5 მე. და დაუწყეს გამოგიხო საცხოვრობ აქ რა გინდა ვისთან ახარ რამდენიმე ჩამოვიდი ხო კაი მოყევი და მე დაგისვდი რამდენიმე ჩამოვიდი და ამ იმაზე შევიკომ რა გინდა გამანები თავიო და ამ ერთ-ერთმა ეკინა ბიჭმა აგური ჩაარტყა თავში შევიტოს მაგდროს და მე რო დავარეხები წამოვიდი მაგათკენ მე და ისინი გაიც ჩვენ წამოვიდით ცენტრისკენ მე სახლისკენ და იქ უკვე რო ჩამოვიდით იქ უფროსები რა მამამისები იყვნენ თუ არ ვიცი რა გადაკეტილი ყოლა გზა და ჩემთან მოვიდნენ და ვისაგინებ მე დღეს და თვითონ რაშუაში ქართლის ბავშვი თქვენ და ბავშვი არანაირი საქმე არ აგვაქვს და მაგ დროს რავი დაიყვირა მაგაცმა და მოსვიდა და დაგვიწეს ცემა რა დაგიწეს ცემა რამდენი ადამიანი მონაწილეობდა თქვენ ცემაში ბევრი რა არის დაახლოებით თუ შეგიძლიათ 50 კაცი. დაახლოებით 50 კაცი? ამ ცემაში ეს 50 კაცი ყველა მამაკაცი იყო, ახალ ბიჭები იყვნენ, ახალგაზრდები. აი, შერეულად იყვნენ რა, ახალგაზრდებიც იყვნენ და დიდებიც იყვნენ. და მამაკაცები იყო ყველა? 50-ვე? მამაკაცები იყო და მე ქალები მოვარდნენ ამ იმაზე და როგორ ყავდნენ ქალმა წამომაყენა მე რა ცოტოები არიან მოკლავთო და იმას აქეს აქია გაშოლება უნდა და მე ვიღაცა კიდე წამოდა კიდე დავუწყეს კი ბატონო მე რა მოხდა მე შევედით იმას აქნა წამოვედი იქიდან უბრალოდ გოგიტიძე მოახერხა მაგ დროს გასვლა მანდედან სახში აი უშუალოდ დაინახეთ თქვენ რომ გოგიტიძემ ასე ვთქვათ აი ამ ანუ თუ სწორად წარმოვიდგინე, ესე იგი გამოდის რომ მიდის ჭუბი, ამ დროს ერევიან ქალები, რომელიც ცოდვა არის რაღაცა გაშოლების მომენტი, ანუ გითხავთ ამ სამ ადამიანს, აი ეს ადამიანები იყო გაკეთებული. აქეთ კრუგში მე მიყავდა ერთი 15 კაცი, გვერდზე შოთიკოს მიყავდა იქით ირაკლის. აი ეს კრუგში ვიყავთ რა, ცაცაკი, ხო სამი. გასაგებია, რო გითხავდნენ ეს ადამიანები თქვენ უშუალოდ აი გოგიტიძეო გავიდაო, დაინახეთ უშუალოდ მისი გოგიტიძე გავიდა, ისე სიტუაცია რომ ეს სროლა მოხდა. გოგიტიძეს მიერ რომ გავიხედეთ აქეთ, უცბად შეგვეშვა რა, უშუალოდ შემეშვა ამ სროლებზე მე რა და რომ შემეშვა თავს რომ გავიხედე აქეთ დავნახე გოგიტიძე რა. ავტომატით იდგა ხელში. და გოგიტიძე ვისი მიმართულებით ისროდა, რა მიმართულებით ისროდა? ამ მართლებით ისროდა დაბლა იყო, დაბლიდან ქვევით ისროდა რა. ვით დაბლიდან და ეს დაღმართი იყო იქ ცოტა და ზევიდან ქვევით რა. აუ სადაც მიდიოდა ეს ასე ვთქვათ თქვენი ცემა, როგორც თქვენ ამბობთ, გოგიტიძე უკვე ცოტა დაბლობია ასეთი, ხო? და გოგიტიძე იქიდან ისროდა ზევით? მე რა მოხდა? აი შეგეშნენ, მოყვება ისტორია და მე როგორ დავდავ. შეგვეშნა, ეგრევე წავდექი და გამოვიქეცი იქიდან რა. გავიქეცი და წამოვედი რა. სად წახვედით მე? ტყეში შევიმალეთ. პირდაპირ წახვედით ტყეში თუ აი იქ სადაც წავედით ხიდი არის და ხიდთან ჩავყვით დაბლა. მე იქ შევედი ტყეში. სამივე ერთად? და მე რა ხდება? მე იქიდან წამოვედით ერთი 20 კილომეტრი ვიარეთ ის დღე და მეორე დილით დაგვიჭირეს. კი ბატონო, დაკავების დროს რა მოხდა თქვენი დაკავების დროს? მოგახენათ პოლიციელებმა შეურაცხყოფა დაგვიჭირეს გამალახეს. ნაკორკები აგვიწიეს, მე და შოთიკოს ორივეს და ესენი არიან რომ და რავი დაგვიწეს მაგით სემატყება რა. დაგვლახეს.
აი გაგლახეს დაკავების დროს ცემეს პოლიციელები. უშუალოდ აი დაზიანებები ცემის შედეგად თუ მიიღეთ ან თქვენ ან შოთიკომ ან გოგიკიძე პირველი ცემაზე ვსაუბრობ ან პრაქტიკულად ორი ცემა გამოდის ჯერჯერობით. ესე იგი ცემა როდესაც მოხდა ეს ჩხუბი როგორც თქვენ ამბობთ წრეჩის სამსამით კაცი წრეში ყავდით ცალ-ცალკე მოქცეულები ანუ მაგ დროს თუ მიიღეთ რაიმე ისეთი დაზიანებები რომელიც შესამჩნევი იყო ვიზუალურად ეხლა რომ შეხედავდი ადამიანს და პოლიციელების ცემის შედეგადაც თუ ქონდათ რაიმე ისეთი მკვეთრი დაზიანებები. აი როგორი ცემის დროს რავი ირაკლის სახეს ამოჭმულები ქონა რა აკასებს უტყავდნენ სახეში შოტიკოს ფეხზე ქონა დანა გადასმული ესე გადაჭრილი ქონა და რა მეც ფეხზე როგორ ხარეს ქონდა წინა მხარეს თუ უკანა მხარეს წინა მხრიდან ქონდა კი ბატონო თქვენ რა ჭირდათ მე რა მეცხვირი მქონა გადახილი გადახეხილები სულ რავი და ესე და პოლიციის ცემის შედეგად თუ მიიღეთ დაზიანებები პოლიციის შედეგად ეგრე ხა ნაცემები ვიყავით რა ისე ნაცემები ვიყავით ეგრე ვერ ვიტყვი ხა მაგრამ შემდგომში რა მოხდა აი დაგაკავათ პოლიციამ როგორც ამბობთ ცემა დაკავების დროს და პოლიციელები რამდენი იყვნენ დაახლოებით 10 კაცი დაახლოებით იყვნენ 10 კაცი და შემდგომში რა ხდება იქიდან გადაგვიყვანეს იმაში განყოფილებაში სად მებარებოდა სად მებარებოდა თხეთაში კი ბატონო მერე რა ხდება იქ მიყვანის დროს იქაც დაკითხვა წავიდა და იქაც დაკითხვის დროსაც გამარტყა დამეწყვა მაცემა მე გოგო შემოვიდა მაგ დროს კარები ღია ქონათ ნუ შემოვიდა ეს გოგო დაინახეს რა მოერიდა თუ რაღაც მე გამოკეთეს და გააგზავნეს რა შემისება ერთად დაკითხეს თუ ცალ-ცალკე ესე იგი ცალკე შეგიყვანეს თქვენ და ცემა დაგიწყეს დაკითხვის დროს გასაგებია და რას გეუბნებოდე რა გვინდაო რატომ ცემთო აკითხე რა გინდა ჩემგანო ჩვენებას არ ვაძლევთ თავი რაც ალბათ რა მაგათ რაც უნდათ იმ ჩვენებას და რას გეუბნებოდეთ მე ნუ ჩვენება მიეცი ესე და ესეო რა და ბოდიშფიხი ესე და ესე რას ნიშნავს აი რა შანიძეს უნდა დაადო ხელიო იცოდნენ მაშინ შანიძე რო იყო იმიტომ რომ იმას შოტიკომ ბოლოს თვითონ უთხრა როერ დაადგეს მე უთხრა რომ იქიდან ნავარი გამოქცეული და თქვენთვის ეს საიდან გახდა ცნობილი იქ შემოვიდა თვითონ პერესტანიო ხონიდან გამოქცეულები არიან აჰა ანუ იქვე მოკარით ყური როგორც თქვა რამდენი ადამიანი იყო იმ ოთახში და მიგცემდათ აი რამდენი ადამიანი იქცემდათ 3 ადამიანი იყო იქ და ერთი მირტყავდა ვერისო გამეგაჩნდება მეორე მირტყავდა რა ერთდროულად სამივეს ეგრე არ უცემიო და საბოლოოდ რა მოხდა მე რა გააგრძელე რა მე ჩვენება მივეცი ზეწოლით და მე გადაგვიყვანეს კაპეზეზე რა გადაგიყვანეს კაპეზეზე მაშინ ერთი კითხვა მექნება რა მე არ ვიცი თქვენთვის არის თუ არა ცნობილი აღნიშნული ფაქტი ზოგადად ნანახი გაქვთ თუ არა მაგრამ ამ ამბავზე რაც შემდგომში ხართ ინფორმირებული სასამართლო პროცესები იყო და ასე შემდეგ გარდაიცვალა 2 ადამიანი შესაბამისად საინფორმაციო საშუალებებით მოხდა ამ ამბის თავის დროზე გაშუქება და ასევე გამოქვეყნებულ იქნა თქვენი ასე ვთქვათ ჩვენება რომელსაც თქვენ აძლევთ კამერის წინ ეს იყო მართალია ეს საქმეში მტკიცებულების სახით არ იყო მაგრამ საზოგადოებას შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი ზარზენით აცნობა რომ დამნაშავე დააკავა ნუ ამით თავის დროზე დაარღვიეს უდანაშაულობის პრეზუმპცია შოთა შანიძის სახით და თქვენი ვიდეო გადაღება მოხდა სადაც თქვენ ამბობთ და უთითებთ იმ პერიოდში შოთა შანიძეზე რომ ამ ადამიანმა განახორციელა გასროლა და ასე შემდეგ რის შედეგადაც მოხდა ადამიანების ასე ვთქვათ გარდაცვალება ამ ფაქტთან დაკავშირებით რა იყო და როგორ იყო აი შეგვიძლია საერთოდ ვიდეოს რო იღებდნენ საერთოდ არ ვიცოდი ეს თუ გამოშვდებოდა ვაფშე ანუ ვიდეო კამერა არ დაგინახავთ ოთახში ვიდეო კამერა დავინახე მაგრამ ის არ ვთქვიათ რომ ინფორმაცია გავა ამით და ესეთ რაღაცები იქ შანიძეზე არის მაპატიე ერთი რაღაცა აი მე რა მაინტერესებს რა აი უბრალოდ აი კითხვა მაგ ასეთი
ვიდეო კამერას თქვენ როცა იკითხები და თქვენი ცემა მიდის, ვიდეო კამერა დაგვდათ ოთახში თუ შემოიტანეს? მე შემოიტანეს. შემოიტანეს. არა, უბრალოდ ამიყვანეს. ანუ იმ ოთახში აღარ მომხდარა ეგა? სადაც იყვანეს? ზევით ამიყვანეს, სადაც სხვა კაბინეტში. სხვა კაბინეტში. სადაც დახვდა ეს ვიდეო კამერა და ვიდეო კამერა რო დახვდათ, არ გაგაფრთხილათ ვინმემ რომ აი ბატონო ჩემო თქვენი ჩვენების ვიდეო ჩაწერა მიდის, გითხრეს ასეთი რაღაცა? ეს უბრალოდ აქ არის, საჭირო ეს არსად არ გავაო ეს ისო. არანაირ ტელევიზია ესენი ეგეთ რაღაცები არ იქნებაო, მაგითქვეს და თქვენი ნებით მიეცით კამერის წინ უკვე, ასე ვთქვათ, ეს ჩვენება თუ იძულებული იყავით? ისეთი რაღაცა ემეთქეს რომ რავი დამაშემაშინეს რა. რა გითხრეს მაინც? რომ დისტროქს მოგცემ ხო და ეგეთ ისეთი მიწეს დამაშინეს რომ იძულებული გავხდი რა. და ამ პერიოდში სანამ ვიდეო ასე ვთქვათ გადაღება მოხდებოდა თქვენი მანამდე თუ განხორციელდა უკვე იმ ოთახში სადაც აღიყვანეს თქვენზე ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა. სიტყვიერი იყო, მაგრამ ფიზიკური არა. ზევით უკვე არ იყო. როცა აღიყვანეს როგორც თქვენ ბრძანეთ. კი ბატონო. ესე იგი თქვენ მე აი ერთი დამაზო ჩაგეკითხები რა, დამაზული კითხვა. დარწმუნებით აცხადებთ იმას და უტყურად აცხადებ იმას, რომ აი ამ ჭუბის შედეგად თქვენ დაინახეთ თუ როგორ ეკავა ავტომატი ირაკლი გოგიტიძეს და როგორ ისოდა ეს ადამიანი? და ამ სროლის შედეგად შეგეშინეთ. ამ სროლის შედეგად თავის აი უკვე რა მოხდა შესაბამისად არ იცით უკვე რომ წახალთ როგორ ბრძანოთ, ხო?